კალანდას ისტორია საუკუნეებს ითვლის, იგი უძველესი ქართული ტრადიცია, რომელიც ახალი წლის შეხვედრას უკავშირდება. კალანდას აღნიშვნა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს, კერძოდ გურია, იმერეთის, სამეგრელო იყო ესეთი გავრცელებული, თუმცა გურია დღემდე გამორჩეულია ამ ტრადიციის შენარჩუნებაში და გიორგი კეკელიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც კალანდაზე ისაუბრებს, მოგვიყვება, მოგესალმებით გიორგი, დილამშვიდობის. ესეთი გურული კაცისგან კალანდაზე საუბარი. ნახი ხარ გიორგი ფაქტიურად. ყველას ბუნებრივია ვიცით რომ მაინც და მაინც შესაბამისი განწყობა არ გვაქვს ბევრი და ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო, მაგრამ ეგრე მოეწყო რომ ადამიანი მაინც კალენდარული არსებაა და ვერაფრით ვერ აცდება ამ თარიღებს და მათ შორის გურულისთვის კალენდა საგრალური ამბავია, იმიტომ რომ რაღაცნაირად საკუთრივ გურიის დღესასწაულად შემორჩა, თუმცა რეალურად კალენდა ბუნებრივია დიდწილად მთლიანად დასავლეთ საქართველოში აღინიშნებოდა სამეგრელოში საკმაოდ ძლავრად და გამოგხედე და დაგვიდე სამეგრელო უმრავლესობაში. ხო და შესაბამისად ბუნებრივია რომ ამ თვალსაზრისით ცხადია დასავლური ამბავია, მით უმეტეს რომ ზოგადადაც თვითონ სიტყვა მთლად დასავლეთიდან არის შემოსული, ლათინური სიტყვა არის კალენდაი და იანვრის პირველ დღეს ნიშნავს. საინტერესო ამბავი არის ის, რომ მაგალითად სვანეთში და ლეჩხუმში ეს დღესასწაული აღინიშნებოდა ერთი დღით ადრე ახალ წლამდე. 12-ში ანუ? ნუ 12-ში ამ გაგებით, მაგრამ ნუ თქვათ სიტყვაზე 31-ში ძველი თუ შეიძლება ასე ითქვას თამაშებით. რაც შეეხება გურიას და სამეგრელოს, მან ესე ტრადიციულად პირველში და თვითონ აი ამ დღის თვისობრიობა არის ძალიან ისეთი რა ქვია ეკლექტური რა, ანუ არის წარმართული ამბები, არის ქრისტიანობაც შერწყმული, იმიტომ რომ აი რასაც ჩვენ ახლა ხედავთ ეკრანზე გულისხმობ ჩიჩილაკს, არის სწორედ აი ამ ორი ამბის ერთგვარი მიქსი, ანუ იგულისხმება ის, რომ თვითონ ხის კულტი არის ბუნებრივია ძველი და სიცოცხლესთან ასოცირდება, თხილის ხისგან აკეთებდნენ ძირითადად, თუმცა გზადაგზა ვთქვათ ეპოქების კვალ და კვალ სხვადასხვანაირად რთავდნენ ხოლმე, ხო ხან ბროწეულს ადებდნენ თავზე, ხან ვარშავს, ეს მანდარინი აქეთ არის. საბჭოთა პერიოდის ტრადიცია დაემატა მანდარინი და ბანანი და ასე შემდეგ და შემდეგ და ჩირები შეიძლება ავოკადოც და ეს არის პრობლემა არ არის. რაც შეეხება ხო თვითონ აი ამ ჩიჩილაკს, ბევრი ვერსია არსებობს, ზოგი და ალბათ უფრო დომინანტური ვერსიით ფიქრობენ რომ ეს არის ბასილის წვერები წმინდა ბასილის და საერთოდ გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ამ წმინდანს, სოფელიც არის ბასილეთი და კვერებით ხვებოდა, კაცა ბასილებს ეძახდნენ და შესაბამისად ბუნებრივია რომ ეს შენაერთი ან გულისხმობ ქრისტიანულ თქვათ მოტივებს ძალიან ძლავრად არის ამ შემთხვევაში კალანდის თქვათ აღნიშვნის ტრადიციაში პლუს ბუნებრივია მის აქსესუარებში როგორიც არის მაგალითად იგივე ჩიჩილაკი როგორც არის ღორის ყბა მაგალითად გარდაუვალი ნაწილი იყო ჩემს ბავშვობაში და დღესაც კალანდის კი მე მახსოვს რომ კალანდა რო დგებოდა მაშინ შემოქონდათ ღორის თავი იმ წუთებში და ეს ითვლებოდა ყველაზე ესეთ ამაღლებელ და მნიშვნელოვან ეპიზოდს. ღორის თავი ის? ახალწლში ღორის თავი. არა, მე არ შემომგონდა, უბრალოდ შემოქონდა და მე სხვა შორის ამ ღორის თავის ყბა ინახებოდა, საგანგებოდა, ვინმე ყბა ყურა თუ დაემართებოდა, იმას ადებდნენ და ამბობდნენ არჩენს ხე, არც რამდენად მართალი ამბავია. ბორჩენას გულისხმობ, შენახული ყბები მომავრი გისახავს. ერთ-ერთი დიდი ჰორორია ჩემს. ძალიან საინტერესო არის აი პირადად შენი, აი პირველი შეგრძნებები და პირველი ასე ვთქვათ ემოცია, პირველი შთაბეჭდილებები კალანდას აი ხო ბავშვობაში ძალიან ისეთია ხოლმე, აი ყველაზე მეტად ეს გვამახსოვრდება და ოზურგეთში არსებობდა ორი ელექტროენერგია. ერთი ელექტროენერგია იყო დიდი
ანუ ეს ცენტრალური, რომელიც კარგად ანათებდა და ის მოდიოდა ერთხელ ჩვეულებრივი ახალი წლისას 12-15 წუთი დააკლდებოდა და სადღაც 2 საათზე მიდიოდა და მეორე იყო პატარა, რომელიც სადაც კარალიოკს ეძახდნენ ხოლმე, იმიტომ რომ აი ეს კარალიოკს გავდა ძლივს ანათებდა ნატურა თავის თავს. ეგ მოდიოდა ძველი ახალი წლის. წინა წუთებში და პირველი ემოცია არის ეგ. რომ არ მოვიტყუო და რაღაცას სპეციალურად და ყალბად რაღაც რომანტიკული გარემო რო არ დავხატო, რომ ეგ ბჟუჟის დენი მოდიოდა 12-ო 5 წუთი დააკლდებოდა და მაგ ბჟუჟის დენს თავისი მაგია ახლდა, იმიტომ რომ რეალურად არსებობდა დენის მომმატებელი ახალგაზრდელმა თაობამ ჯენზიც წოდებულმა ალბათ ეგენი ძალიან ნაკლებად იცი და ვერც ხვდება რას ვლაპარაკობთ, მაგრამ დენის მომმატებელი ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო იმ პერიოდში, რომელიც გქონდა. კი, რომელიც გქონდა, თუ შესაძლებლობა არსებობდა, ვიღაცას გქონდა, ვიღაცას არ გქონდა, გადართავდი და დენი იმატებდა. ეგ იყო კალანდა რა, 5-ის რო ხუთი, მერე შემოდიოდა ღორისთავი, შემოდიოდა ჩიჩილაკი, რომელსაც სხვა შორის მერე წვავენ, როგორც წესი. რატო? აი არ ვიცი, მე ყოველ ახალ წელს ნაძვის ხესთან ერთად მაქვს ჩიჩილაკი, აღონდ მე ხილისგან განსხვავებით ნატურებით მაქვს მოსული. შენ ხარ კულტურათა ისა რა ქვია, გასაფარი. ყველანაირ იმას აღიარებს, ზოდიაქოსაც, ჩიჩილაკსაც, ნაძვის ხესაც, სანტა-კლაუსაც, თავს იზღვა. რამე რა იცი რა არის და შესაბამისად. ყველგან რომ მიიღო. ყველა. და მართლაც მიცია თუ რეალობა რომ ნათლის დღებამდე უნდა აიღო ნაძვის ხე და უცებდა ეგ ტრადიცია ხო არსებობს იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც ადამიანი ახანაც კალენდარულთან ერთად რიტუალური არსებაც არის, რაღაცნაირად ამ ყველაფერს უკავშირებს ერთგვარ განწმენდის შეიძლება ასე ითქვას, ფაზას თავის ცხოვრებაში და აი მთელი იმ ძველი წლის პრობლემებს რაღაცნაირად თქვათ ატანს ან ჩიჩილაკს ან ნაძვის ხეს ან რაღაცას და თითქოს აი სრულიად განწმენდილი, აი კათარზის გავლილი ეგებება ახალ წელს და ეგ ამბავია რა, რაღაცნაირად თავისი ცოდვებით, შეცდომებით, სირთულეებით, პრობლემებით ყველაფერი უნდა რომ ამას გაატანოს. შეიძლება ამაზე ჩვენ რაღაც ზოგადი აზრით გაგვეღიმოს, მაგრამ ადამიანი ეგრეა მოწყობილი. ხო, არა, ეგრე შვება და ბევრი აკეთებს მაგას, იმიტომ რომ რაღაც მიჯნახო უნდა არსებობდეს ამ ყველაფრის აღების და აღებული არის ნათლის ღების დღესასწაული, რაც კონკრეტული თარიღი, სადაც ვთქვათ ადამიანები. გიორგი, ძალიან საინტერესოა ახლა აი ამ პერიოდში კალანდა როგორი სახით არის შემორჩენილი გურიაში. შემორჩენილია მტკიცედ, სხვათა შორის ბევრი ნიუანსი უწყობს ამის შენარჩუნებას ხელს. გარდა იმისა, რომ არსებობს ეს ეგზოტიკური განცდაც, რომელსაც მე მივესალმებ, იმიტომ რომ კუთხეები ამით ფასობენ სხვათა შორის და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი აზრი ცხადე ხა 2 ახალი წელი და შემდეგ სერიოზული არ არის, მაინც ეს შიდა კუთხური ტრადიციების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად იდენტობისთვის, თუნდაც მერე ტურიზმისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პროცესი და სიხარულის აი პროცესი და თვითონ რიტუალი მაგას ვამბობ, ანუ რეალურად ხო შემორჩენილია ბევრი მიზეზი. მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ აი ქრისტიანობის ერთგვარი დაბრუნების შემდეგ 90-იან წლებში, ხო, რეალურად ბუნებრივია ადამიანების ნაწილი მარხულობს და შესაბამისად პირველ ახალ წელს შესაბამისი სუფრაც არ იმართება 14-ში. და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო სრულყოფილი ბევრი ოჯახისთვის ეს დღე გამოდის სადღესასწაულოდ, ხო და ეს ამტკიცებს, თქვათ, მისი დარჩენის, თუ შეიძლება ასე ითქვას, мотиваციას და ძალას. ეგრეთი ამბავია, რომ არსებობს მეკლის ინსტიტუტი ბუნებრივია, რომელიც შენარჩუნებულია მყარად, ზოგი ფერხავს ეძახის, ზოგი სხვა სახელს და ეს მეკლე როგორც წესი არის აგანგებოდ შერჩეული კაცი, რომელიც დატესტილია მრავალგზის, მაგრამ ძალიან სარისკო პროფესია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა და გუზარმაზარი სხვა ადამიანი ესე ბრმად შედიხარ სხვა ადამიანების ცხოვრებაში და იმას რაც არ უნდა დაემართოს, ყველაფერი შენ გაგდა. აი, დაპირებებსაც ხო აძლევ, რაც მაგრამ რაც არ დაპირები ხარ ამ პირიქით, ისინი ყველაფერი შენ გბრალდება საბოლოო ჯამში და მე ეგ ხო ესეთი ამბავია, რომ კარგავ რა, ლეგიტიმაციასაც და ქარიზმასაც იმ ოჯახს თუ რამე ღმერთმა დაუფარო. მაგრამ ბროლია თუ შემოვიდა, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ეგ უკვე მეგრული ამბავი. ხო და შესაბამისად ეგენი შენარჩუნებულია. ძალიან ძლავრად და ამავდროულად რაღაც თვალსაზრისით ბუნებრივი არიან ადამიანები, რომლებიც
ფიქრობენ რომ ათლა მართლა ახლა იწყება 14-ში აი ფიქრობ მან მე ტრაგიკულ სიმართლე გითხრათ ვერაფერს ვერ ხედავ და შესაბამისად ცხადია რომ ამ თვალსაზრისით სადღესასწაულო განწყობა 14-ში გურიაში არის ისევე როგორც არსებობს მანამდე ცხემლის ჭრის ამბავი რაღაცა სპეციალური ხინთანთებენ თქვათ ღუმელს და ასე შემდეგ და გურულუღოზელი ცხება 7-ში 7-ში საშობაოდ საღამოს და გურულუღოზელის ტრადიციაც ეს მტკიცე არის, თუმცა დესაკრალიზაცია მოხდა მაგის იმიტომ რომ ყველგან სადაც უნდა შეხვიდე წელიწადის ნებისმიერ დროს იყიდება და იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება და ფრუსტრაცია თბილისში რომ ჩამოვედი და ზაფხულში რომ ვნახე რომ იმას ვაგზალზე იყიდებოდა გურულუღოზელი, იმიტომ რომ მეგონა რომ სამყარო გადატრიალდა. კალანდას ატრიბუტიკაზე მინდა ვკითხო კიდევ დღეს სრულად არის შენერჩუნებული ის რაღაც რიტუალური კი, იმიტომ რომ ყბა ახსენე შეღორის. მე იმაზეც დავამთავრებ შობაზეც რომ აი გურულუღოზელი როგორც ცხებოდა მახსოვს. ყველა ოჯახის წევრის თვის ცხებოდა ცხადია მასშტაბების გათვალისწინებით ზუსტი ზომები არა, მაგრამ იმის მიხედვით ვინ როგორ გამოიყურება. თუ ცოტა დიდი კაცი იყო, უფრო დიდი ცხებოდა პატარა. ანუ იმდენი ცალი, რამდენი წევრიც იყო. რამდენი წევრიც იყო და ზომებიც მეტნაკლებად პატარა ბავშვის პატარა იყო, დიდის დიდი იყო და ხამე თუ ჩაძინებული იყავი, თქვა გაღვიძებდნენ და ყველაზე უფროსი ქალი ვინც იყო ოჯახში, მოდიოდა და მუცლის სალოცავსაც ეძახდნენ და აი მუცელს შემოგატარებდნენ და ესეთი შელოცვა იყო. შენი მუცლის სადგივარი აღმაქარს და აღმაწყალ შენი მუცლის სადგივარი აღმაქარს და აღმაწყალს და მე მიდიოდა და მიგერთვა ხო? მე უნდა გეჭამბა და ეგეთი რიტუალი არსებობდა. რაც შეეხება თქვათ აი ამ კალანდას და საკუთრივ თქვათ შემორჩენილ ატრიბუტიკებს და შემდეგ და ასე შემდეგ ეგ ჩემი აზრით უნდა იყოს. აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, იმიტომ რომ რეალურად კიდე ერთხელ ვამბობ, მე ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ რაღაც ტრადიციები, რაც უნდა რაციონალური არსებები ვიყოთ. რაც არ უნდა თქვათ მიგვაჩნდეს, რომ ეს ზოგადი აზრით ან მართალი არ არის და შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცნაირად ადამიანად ყოფნას საინტერესოს ხდის და რიტუალურია და მონაწილეობ ცოტა კარნავალს გავს და ცოტა გადიხარ აი ამ ჩვეულებრივი ყოფითი ნაწილიდან და რეალურად ხო მონაწილე ხდები ამ დღესასწაულის, რომელიც ადამიანების მიერვე არის გამოგონილი ბუნებრივია და სრულიად არაშემთხვევით, იმიტომ რომ გჭირდება ეგ. არა, რწმენასაც ხო რამ ხელა მნიშვნელობა აქვს. ცხადია, იმიტომ რომ ნუ ადამიანებს ხო რაღაცნაირად ეგაძლევს ძალას და мотиваციას, რომ აი ხვალ იქნება რაღაცა უკეთესად. და ეგ გვინდა ჩვენს ყველას და მაგას ჩიჩილაკის დაწვის დროს სურვილსაც უთქვამ. ხო, სულს უთქვამ ეგ უკუსურვილია რაღაცნაირად, რომ ის რაღაცები რაც ცუდი იყო აღარ დამემართოს და წაყვეს წინა წელს და ასე შემდეგ და შემდეგ. კი, ეგენი ყველაფერი ძალიან ისე არის, რა ქვია, კაცრად არის, რაღაც ოჯახებში შემორჩენილი, ხო, ბუნებრივია. ეგ ისეთი რაღაც არის, რომ სადღაც ტრადიცია ცოტათი ცვდება, ვიღაცისთვის შეიძლება უმნიშვნელო გახდეს და შემდეგ, მაგრამ ბევრი ოჯახი ვიცი გურიაში დღეს, რომელიც ძალიან მტკიცედ აღნიშნავს ამ ტრადიციას და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც გაგრძელდება სამეგრელოშიც, გურიაშიც, იმერეთშიც. მე როგორც ვიცი, ყველაზე უხუცესი ადამიანი შედის ხოლმე, ხო, აი რაღაცა თასზე და დაწყობილი. ეგ არის უფრო ძველი, ხო? რო გითხრათ, რომ ეხა ის აი როგორი იყო ეგ თუ შეგიძლია გითხრა? ეგ ძველი ტრადიციები ეგრე იყო, რომ ხონჩაზე ან ხაზზე ან შესაბამისად და დაწყობილი იყო სხვა ტიპის, თქვათ, ტკბილეული და ხილი, რომელიც გარკვეულწილად ითვლებოდა ბარაქის. ან მეკვლეობა. ხო, ეგ მეკვლეობა იყო, ოღონდ არა იმ გაგებით, რაგებით და ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სადღაც გარედან უნდა მოვიდეს და ოჯახის წევრივე ასრულებდა ამ რიტუალს გარკვეულწილად და რაღაცნაირად თქვათ, სიბრძნის ამბავიც იყო, იმიტომ რომ მოხუცი იყო არჩეული და მეორე მხრივ თქვათ, დღეგრძელობის და ასე შემდეგ და ადამიანი ხო ყოველთვის ეპოტინება რაღაც აი ამ დიდ და მნიშვნელოვან ამბებს, რომელიც მას ანარჩუნებს ხო ცხოვრებაში, რომ უნდა იყოს ბრძენი, უნდა იყოს თქვათ, დღეგრძელი, ჯამრთელი და ასე შემდეგ და კი და ეს რიტუალები ყოველთვის კონდენსირდება ხოლმე ამ ფორმაში. რაც შეეხება აი ამ ჩიჩილაკს და ასე შემდეგ. ეგ სხვა შორის ძალიან ცოტა ჩემს ბავშვობაში ძალიან ცოტა ოჯახში იყო. იმიტომ რომ რეალურად საბჭოთა პერიოდში დიდწილად განდევნილი იყო.
იმიტომ რომ ნაძვისხე იყო დომინანტი ბუნებრივია და მე არ მახსენდება მაინც და მაინც რომ აი აუცილებელ ნაწილი აი ნელ-ნელა შემოვიდა ისევ როდესაც ადამიანი ხო როდესაც დაბრუნდა რა თქმა უნდა როდესაც ადამიანებმა რაღაცების ძებნა დაიწყეს თავის წარსულში და დღეს თითქმის ყველა ოჯახში დგას თეთრი ულამაზესია ძალიან ხო საინტერესოა ნაციონალურია რაღაცა იდენტობის ნაწილია და შესაბამისად ხო კარგად გამოთლილი ლამაზიც არის ზოგი ხის თხილისგან აკეთებს ვიღაცები სხვა ხისგანაც აკეთებენ ეხა მაგას განსაზღვრება და ძალიან მოწონს თბილისსაც ძალიან უხდება წინა სახელმწიფო პერიოდში არის რაღაცა გარკვეული ადგილები სადაც ეს ბევრი ჩიჩილაკები გასაყიდად და ადვილად ირთვება იმიტომ რომ ის აქვს რა ქვია ბევრი შესაძლებლობა აქვს რაღაცები ჩამოიყვება მე კიდე ვიცი რა მინახავს ბიჭებო ოჯახებში ეხა უკვე გათანამედროვებულ კალანდას გულისხმობ გურულ ღვეზელში რომელიც ხდება ოჯახის წევრებს კვერცხი თავისთავად და პატარა სურვილებს დებენ ხოლმე ეგ რაღაც ახალი კი მე მინახავს რომ გადატეხავან უნდა იწყებს შიგნით არის ყველა ოჯახის წევრისთვის სურვილები და ანუ ვისაც რა შეხვდება ხო მაგას შეიძლება ახლა ფურცლინდებდნენ მაგრამ დატვირთვა მაგოზელის ეგ იყო ზუსტად რომ ნუ რაღაცა უნდა ჩაგეთქონ ის ბებია რომ მუცლის სატკივარს ლოცვას ამობდა შენ ამ დროს ფიქრობდი რომ აი რა შეიძლება იყოს უკეთესი მომავალ წელს შენთვის და ვიღაცა ფიქრობდა რომ რა ვიცი ხელფასი მქონდეს მეტი ჩვენ მე ვფიქრობდი რომ დენდის კომპიუტერი მაგებიდან ესე შემდეგ ვისაც რა გვინდოდა ხო? კარგი, მაშინ გითხარი შენი კალანდა როგორია იქნება? წელს არ მაქვს სხვა შორის ესე კონკრეტულად დაგეგმილი, იმიტომ რომ ესეთი ქაოტური და турბულენტური გარემოა, რომ მაინდა-მაინც ადამიანი ვერ ხვდება ხვალდაზე გრაუნდში. მე გითხარი რომ მაქვს ჩიჩილაკი თქო უკვე. ჩიჩილაკი უკვე მაქვს იმ პირველივე ახალი წლის ინერციის, მაგრამ დანარჩენს რას ვიზამ ზუსტად არ ვიცი. მე შემიძლია გითხრა მე რას ვიზავ. მოკლედ 14-ში ასევე კალანდასთან ერთად არის ქართული თეატრის დღე და იგეგმება დიდი მარში და ასე ვთქვათ, ვიცი რომ 14 იანვარს ამ დიდ მარშს შევუერთდები, სადაც ქართული თეატრი და მისი მაყურებელი იქნება მოკლედ მსვლელობა და თუმეტეს თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოში. ძალიან სენსიტიური და ძალიან სევდიანი. კი. და მე მინდა რომ რა თქმა უნდა იმ ხალხს ვინც ახლა ამ წუთას ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას განიცდის და გისოსებს მიღმა არის ძალიან მალე გათავისუფლება უსურვო და ეს იყოს საერთო სურვილი ამ საკალანდოდ. და სწორედ ამ სურვილს ჩავთქვა მე როდესაც ჩემ ჩიჩილაკს დავწვავ რომ ყველა უკანონო პატიმარი რომელიც დღეს დაპატიმრებულია იყოს გარეთ და დარწმუნებული რომ პირველი სურვილი რაც ახდება ეს იქნება აუცილებლად. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, იმ მართლაც საინტერესო იდენტობის გახსენებისთვის, რომელიც გვაქვს და ამ შემთხვევაში კალანდას სახით ვისაუბრეთ. წარმატებები მინდა გისურვო მომავალ შეხვედრამდე. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა ჩვენ, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, თქვენ არ გადართოთ და დროებით.